საუკუნეების წინანდელი ისტორია გაცოცხლდება ხვალ გონიო აფსაროსის ციხეზე, სადაც რომაული ფესტივალი გაიმართება. სტუმრებს რომაული ჯარისკაცების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ელემენტების გაცნობის შესაძლებლობა იქნებათ. გაიმართება სპორტული შეჯიბრება მშვილდოსნობასა და ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები, ბაზირების ცეცხლოვანი შოუები. რომაული ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის კლეოპატრასა და ანტონიუსის სიყვარულის ისტორიის წარმოქმნა. სტუმრებისთვის კერამიკისა და ხის მასტერ-კლასებით ჩატარდება და გემოვნებენ რომაულ კერძებს. ფესტივალი, რომელზეც დასწრება თავისუფალი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით იმართება. 2016 წლის შემდეგ ყოველი წლის ზაფხულის მიწორულს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს იწვევს გონიო აფსაროსის ციხეში რომაულ ფესტივალზე. ტრადიცია გრძელდება ხვალ 6 სექტემბერს 5 საღამოს 5 საათის შემდეგ შეგიძლიათ მობრძანდეთ გეპატიჟებით ფესტივალის განახლებულ პროგრამაზე. სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად თქვენ ახავთ საინტერესო სანახაობებს და ყველაზე მთავარი რაც არის მინი სპექტაკლს ანტონიუსასა და კლეოპატრას სიყვარულის დღემდე ბურუსით მოცულ ისტორიას, რომელიც საგანგებოდ ამ დღისათვის დადგა რეჟისორმა ბატონმა პეტრ ჩერგეიშვილმა. მაყურებელი ნახავს ერთ-ერთ ეპიზოდს, კულმინაციურ ეპიზოდს კლეოპატრას და ანტონიუსის სიყვარულისას. აუჯანყდა რომის იმპერია ანტონიუს სიყვარულის გამო და დათმო ყველაფერი ანტონიუსმა იგივე სიყვარულის გამო და კლეოპატრამაც. ეს არის უდიდესი ისტორია სიყვარულის, საინტერესო დრამატურგის თოჯინების, სტუდენტების მსახიობების შესრულები და მგონია რომ საინტერესო ამბავი იქნება. ყველაფერი გააკეთა ძირითადად დაცვის აგენტო, რომელიც აღმოჩენილიყო, ასევე ხალხმა, რომელიც ფინანსურად და ტენდერს გულისხმობ ერეოდნენ ამ საკითხში და საერთოდ ერთობლივი ძალებით გონია რომ საინტერესო ამბავს მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში მუშაობ, ვიბრძვით და ნახოთ შედეგი გადაწყვეტოს მაყურებელმა.